სააკაშვილის დროს გააკეთა კაცობრიობა. გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. დღეს დიდი დღეა. განსაკუთრებით საქართველოსთვის. ევროპა თავის დღეს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავია, ხო? 80 წლის თავის იუბილეა. ერთიც და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, რომ ევროპის დღესთან დაკავშირებით უფრო ხაზგასმას გავაკეთებ, რომ თუ ევროპული ცივილიზაცია არსებობს, ეს ჩვენი დიდი მეფის თავით აღმაშენების დამსახურებაა, იმიტომ რომ დიდგორის ომით მან დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა და ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა. აი მერე უკვე მე-20 საუკუნეში ისევ ქართველთა დიდი მონაწილეობით, გენერალისიმუსიც ქართველი იყო და ძალიან დიდი მონაწილეობა ქართველების, რომ შესაძლებელი გახდა ფაშიზმის დამარცხება, რომელსაც დღეს მსოფლიოს მთელი პროგრესული კაცობრიობა აღნიშნავს, რომ ფაშიზმი იყო უბედურება და ამიტომ ფაშიზმზე გამარჯვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ორი დღე, ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი ერთად ერთდება და მას ევროპის დღე ქვია. მინდა მოგილოცოთ და მინდა გამოვკეთილებ თქვა ერთი რამ, რომ გამართლდა მეცნიერთა კონგრესის პოზიცია, ეს თქვენ დამეთანხმებით ამაში, რომ ჩვენ თავიდანვე რაც გქონდა, რა იყო მეცნიერთა კონგრესის პოზიცია, რომ არსებობს ევროკავშირის ფასეულებები და ღირებულებები და არსებობს ევროპის ფასეულებები და ღირებულებები. რომ ევროკავშირის ფასეულებები და ღირებულებები ძალიან განსხვავდება ევროპის ღირებულებების და ფასეულებისგან. პირველად, როდესაც ჩვენი თეატრის აი აქ ასე იგი ერთ-ერთ დირექტორს უთხარი, რომ ევროპაში მივდივარ და არ ვიცი რა ვთქვაო და მე ვთხარი თქვი ძალიან გამოკვეთილად, რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მომხრე და ვემიჯნებით ევროკავშირის ღირებულებებს. ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინ. და გახარებული წავიდა და მითხრა გამოვიყენე ეს ფორმულა ძალიან. ვთქვი, რომ ეს მეცნიერთა კონგრესის ფორმულა. თავის დროზე რომ ხელისუფლებას და სხვებსაც მოესმინა 7-8 წელია ამას მეცნიერთა კონგრესი ამბობს და ჩვენი პოზიცია იყო, რომ თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას არ უნდა ეძებდეს, რომ არ უნდა გავეგოთ ხან ერთს, ხან მეორეს ფეხქვეშ. ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპული პოზიციით მთავარ საკითხში. რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, ევროპული ფასეულებები? რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ ევროპა და ჩვენ ვიყავით ევროპის სათავეებთან, მოვდივართ ევროპის სათავეებიდან. სამარცხვინოდ მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ესე იგი როდესაც თითქოს ვინმეს ვეხვეწებით, რომ ევროკავშირის ტერიტორია ვარ ჩვენ, ევროკავშირი კი არა და აი გამოთქმა მინდა გამოვიყენო პლატონმა მისი უფრო ძველი ესე იგი დიდი ფილოსოფოსების გამოთქმა გამოიყენა, რომ სოფლიო დიდზე დიდი რამ არის და ჩვენ მის მცირე ნაწილში ვცხოვრობთ ფაზისიდან ჰერაკლეს სვეტებამდე. ფაზისია მდინარე რიონი, ჰერაკლეს სვეტები არის გიბრალტარის სრუტე. ანუ ჩვენ თავში ვართ. დმანის მეეს დაადასტურა, გათხრემა ყველაფერი ეს დაადასტურა და ითქვა ძალიან გამოკვეთილად გერმანელი მეცნიერების მიერ, რომ სამი ხალხი იყო პლანეტარული ფასეულობებით და აქედან ფინიკიელებზე საუბრობდა, შუმერებზე საუბრობდა და ქართველებზე. და თქვა, რომ არც ფინიკიელები აღარ არიან, არც შუმერები არ არიან და დარჩენა ქართველებია და მთელ მსოფლიოს მოუწოდებს გაუფრთხილდით ქართველებს, მან დიდი სულიერი მისია შესაძლებელია. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი საუბრის ისა. მე თუ რამეში შევცდი ან გადავაჭარბი ან რამე დავაკელი, მინდა ჩვენმა მეგობრებმა შეავსონ, მით უფრო რომ ორი პიროვნება დაგვიბრუნდა ევროპიდან, ძალიან ხანგრძლივად იყო ევროპაში თითქმის 1 წელი. ჩვენთვის საყვარელი პიროვნება ბატონი ჯუბა ღებელი და ასევე რამდენიმე ხშირად არის, მაგრამ ამ ბოლო დროს აი ახლა უკვე საფრანგეთიდან დაბრუნდა ბატონი ზაზა ხატიაშვილი. პირველი როგორც ხელოვანი მწერალი და მინდა მას მივნოცო, რომ ამ დღეებში ძალიან საინტერესო ადამიანებმა მას შეთავაზეს ლიტერატურული საქართველოს ყველასთვის საყვარელი გაზეთის რედაქტორობა. ეს არის ძალიან სასიამოვნო და აი აგერ სწორედ ევროპის დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ბატონ ჯუბას ულოცავთ ამას და ვეუბნებით, რომ ლიტერატურული საქართველო ახალ სიცოცხლეს იღებს, ძალიან საინტერესო რედაქტორები ყავდა, ძლიერი რედაქტორები ყავდა მას წარსულში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვიდა კიდე ერთი ახალი და ამავე დროს ძლიერი რედაქტორი ჯუბა ღებელის სახით. მე გამიხარდა ის, რომ ბატონმა ჯუბამ ბრძანა, რომ
ტელევიზია ქართულში იქნება გადაცემა მისი საავტორო ლიტერატურული საქართველოს ტელევიზია ქართულში. ქართულზე და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ეს გაზეთი ისევე უნდა შევიყვაროთ, როგორც გვიყვარდა ადრე და მართლაც ეს უნდა გახდეს, აი როგორც იტყვიან, გამოკვეთილი და განსაკუთრებული. ბატონი ზაზა ესეთი გამორჩეული ადვოკატია, მას არ წაუგია ევროპის სასამართლოში არც ერთი ისინი აქ აგებინებდნენ პოლიტიზებული ესენი რა ქვია სამოსამართლეები, მაგრამ ასწორებდა ყველაფერს ევროპის სასამართლოში და ძალიან სასიამოვნოა, რომ ევროპიდან დაბრუნებული, საფრანგეთიდან დაბრუნებული დღეს აქ არის. ქალბატონი ნატალია კაპრიზი, გვარი ფსევდონიმით აქვს აღებული, ძალიან საინტერესო ხელოვანი ქალბატონი, აი რომელმაც ლიტერატურული სალონი შექმნა და აი სწორედ ასეთი შემადგენლობით ჩვენ დღეს პირველ ნაწილში დღევანდელი გადაცემების მეცნიერთა კონგრესის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ევროპის დღეზე, ულოცავთ ერთმანეთს ევროპის დღეს და ის რაც მილოცვა გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან გავიხარე და ერთ დღეში წავიკითხე ესეთი წიგნია გურამ ქართველიშვილის კედლები. ჯერ თვითონ საინტერესო პიროვნებაა, ძალიან ძლიერი, გონიერი პიროვნებაა. მაგარი ქართველია, ის გადაცემა რომელიც ჰქონდა, რაც გააკეთა მან, რომ ესე იგი გააგრძელეს საქართველოს ისტორია, ეს არის ვინც ეს გადაცემა დახურა, იმას საქართველოსი არაფერი არ ესმის და აი თურქულ ფილმებს უყურებთ და აი აგერ თქვა და ესეთი უნიკალური ისინი, მაგრამ ბატონი გურამ იძულებული გახდა, რომ ჩაეკეტა, ესე იგი გაიყიდა ყველაფერი აქ და წავიდა სოფელში, თიანეთში, ჩეკურანთ კარში გადასახლდა, იქ თავის ოჯახთან ერთად აქ გაყიდა, იქ შეიძინა, სოფელს დაუბრუნდა და პირველი იმით გავახარა ერთი კედლები და მეორე ასევე რაც იყო. და გითხრათ, რომ მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ველოდები იმ დროს, როდესაც ბატონი გურამის მონაწილეობით ყველა დაინტერესებული პიროვნება შეიძლება სწორედ იქ სალონში მოხდეს ეს ქალბატონ ნატალისთან ბატონი გურამის მონაწილეობით მოხდეს ამის განხილვა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აი ესეთი იმით ვარ ჩვენ დღეს აქ. ასეა ბატონებო, ხო არ ხარ წინააღმდეგი ასეთ დღის წესრიგით, ხო კარგად მიწერია მიწაზე ხალხის გარეშე, მოვლენ ხალხები მიწის გარეშე. რეალურად ევროპა უბრუნდება თავის ფესვებს. ევროკავშირის პოზიცია კოტრდება. მე ძალიან განვიცდი ამას, იმიტომ რომ ევროკავშირი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპა სულად სხვადასხვაა ჩემთვის, იმიტომ რომ ღირებულებები, რომელსაც ქვია, ესე იგი ქრისტიანული ღირებულებები, ევროპული ფასეულებები და ღირებულებები და ქართული ფასეულებები და ღირებულებები სულ თანხმობაში ერთმანეთთან. ჩვენ წინააღმდეგობაში ვართ ძალიან დიდი ხანია ევროკავშირის ღირებულებებთან. ჩვენც გვინდა რომ ევროკავშირში ახლა რაც აგერ რუმინეთში ხდება კიდე სასაულია ეს ყველაფერი, ეს არის კრახი ევროკავშირის და ეს ძალიან დიდი ხნით ადრე მეცნიერთა კონგრესმა დაინახა, რომ სამწუხარო ეს არის რომ ხელისუფლებაში და ოპოზიციურ პარტიებში ამას ხარი არ დაუჭირეს და არ იღეს ყურად, მაგრამ ნუ დღეს ყველანი მივიდნენ ამაზრზე და ვითომ არ იყო ეს თქმული მეცნიერთა კონგრესში, ისე გამოდიან და ამბობენ ევრიკა, აღმოაჩინეს ის, რაც 10 წლის წინ თქვა მეცნიერთა კონგრესმა. დავიწყოთ დიდი ხნით ვინც იყო ევროპაში თუ ვინც ახლა ჩამოვიდა. დიდი ხნით ვინც დიდი ხნით იყო, ბატონ დუბას ჩვენთვის მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ძალიან მიხარია TV ქართულში ყოფნა ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის ტელევიზია, სადაც მართლა ქართულ საქართველოზე ეროვნულ საქმეებზე და ღირებულებებზე მიდის საუბარი. გეთანხმებით ბატონო თემურ იმაში, რომ თვითონ ევროპასაც არ მოწონს ის ევროკავშირის ღირებულებები და ისინი დაშორებულები არიან ერთმანეთისგან, ეს იგრძნობა თავად ევროპის ქვეყნებშიც. ვინც ახლა ევროპაში ცხოვრობს და ცოტა ხნით მაინც უწევს ყოფნა, ის მიხვდება, რომ თვითონ ევროპელი ხალხი არიან ძალიან ტრადიციის მოყვარული ხალხი, ტრადიციის მიმდევარი ხალხი, ის და ჩვენ აქ გვესმის მაინც და მაინც ესეც არ არის, მინდა ბატონებო მოგახსენოთ, იმიტომ რომ ძალიან ოჯახური განწყობები არის ევროპაში, ძალიან სუფთა ტრადიციულ რელიგიურად ცხოვრობენ. არც ასე არა ეს უბრალოდ იქ ძალიან ბევრი ტაძრებია და თითქმის ახლა მესებს არ ვესწრებოდი, მაგრამ შევდიოდი ხოლმე თუნდაც ორღანიზმის მოსასმენად და სხვადასხვა და სულ შედია და ახალგაზრდები და დაწყებული ყველა და ისმენს. ძალიან სხვანაირად აქვთ მათ შობის და აღდგომის ტრადიციები და რაღაც, ანუ ჩვენ გონია რომ ყველაფერი ეს დაიკარგა. არ არის ესე იქ არ დაკარგული ეს ღირებულებები შენარჩუნებულია. უბრალოდ ის პოლიტიკური ელიტა, იქაური პოლიტიკური ელიტა, რასაც აი წინა პლანზე წევს,
და რაც ჩვენამდე მოდის, სინამდვილეში ის არ ხდება და რა თქმა უნდა მის წინააღმდეგი არიან თავად ევროპელებიც. მე გეთანხმებით ბატონო თემურ იმაშიც, რომ რა თქმა უნდა საქართველოს ყოველთვის იყო იმ გზასაყარზე, რასაც ევროპა და აზია ქვია, ეგრეთ ერთგვარი ოქროს კვეთა არის. ჩემთვის მაგალითად თუნდაც ჩვენ დვანისის აღმოჩენებზე ვლაპარაკობ და კიდევ სხვა აღმოჩენებზე აქ სულ ვამბობ ხოლმე და არა იმიტომ რომ ეს ფაზისი და რიონი და ეს ჩემი მშობლიური კუთხე არის, არამედ ბრილის აღმოჩენებმა დაადასტურა ეგვიპტური წარმონაქმნები და უკვე საუბარი მიდის არა ემაზე რომ ეგვიპტიდან შემოქონდათ, არა, აქედან გაქონდათ, აქ იყო ეს აქ მზადებოდა, აქ იყო მოწყობილი ბრილის ტერიტორიაზე მაშინდელი სახელოსნოები მზადებოდა ეს ოქროს სხვადასხვა ნაკეთობები და გაქონდათ ეგვიპტეში. ნუ ეხლა შევსწავლოთ ჩვენ საუბარზე რამზეზე და ონზე და ასე შემდეგ და ეტიმოლოგიაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმის თქმა, რომ ვართ ევროპელები, მაგრამ არა იმ განხრით და იმ ნიხრით, რასაც ვთქვათ გვიკიჟინებენ დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ის შუალედური რგოლი და სწორი ბრძანეთ თუ ლიტერატურისკენ გადაუხევთ, ვიტყვი რომ ენეიდის, ევრიპიდის ენეიდი დასრულდა გასული 1000 წლეულის საუკუნე და თითქმის 12 საუკუნე თუ არ ჩავთვლით აგეოგრაფიულ ნაწარმოებებს და მცირეოდენ კიდე რაღაც ესეთ ლიტერატურულ ქმნილებებს მე-12 საუკუნემდე აღარაფერი აღარ ყოფილა მნიშვნელოვანი შექმნილი, იყო ნიზამი განჯილდა, მაგრამ ვერც რუსთაველამდე მოკლედ ვერავინ ვერ თქვა და მე-12 საუკუნეში მოვიდა რუსთაველი და თქვა თავისი თქვა, რომელსაც დღემდე პირველი ადგილი უკავია. მე ალბათ ვიტყოდი რომ ხომერეზეც წინ დგას, გილგამეშიც წინ დგას რუსთაველი. რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, ანუ საზოგადო მოღვაწეობას და პოლიტიკურ ასპარეზს, საკაც რა თქმა უნდა დავით აღბაშეველი მართლაც გადაარჩინა და დიდგორის ომი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი თავად ევროპისათვის, იმიტომ რომ ევროპას ელოდა ისევე რაც დანარჩენმა აზიურმა ქვეყნებმა იწვნიეს და ნუ ეხლა ბევრს აღიზიანებს სტალინის ხსენება, მაგრამ მოდით გავუსწროთ თვალი რეალობას და ვთქვათ რომ ეს იყო უდიდესი მხედართმთავარი, უდიდესი გენერალისიმუსი, ალბათ ბადალი მისი ალექსანდრე მაკედონელი და არც ნაპოლეონი არ ყოფილა. მე არ დავიწყებ მის პიროვნების შეფასებას, უბრალოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ნაპოლეონი, რომელსაც ფაქტიურად ნახევარი საფრანგეთის არმია გააწყვიტა, გააჟღა და დააკარგა ტერიტორიები და მთელი ამბები და კორსიკაში დაასრულა გადასახლებაში თავისი სიცოცხლე, ისიც კი დღეს აყვანილი ყავთ, თაცამდე არა, მაგრამ ყოველთვის ძეგლებზე მას არ ეხებიან და რიგები არის იმის ნაპოლეონი საფრანგეთის არის ძალიან დიდი და ჩვენ აგერ ხალხს უმალავთ რომ გორელი იყო ის და ქართველი იყო და ამის ხვენია და ნუ ეს რა თქმა უნდა ცალკე პოლიტიკის თემაა ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ამიტომ მე გულით მინდა მიულოცო დღევანდელ საზოგადოებას, დღევანდელი გამარჯვების დღე. ეხლა თქვენ არ ვიცით ეთყობა შეფარვით შეიტანეთ ევროპისო კიდე არ გაგვიღიზიანდესო. ეხლა რატოღაც არ დაარქვა ამა სამამულობის ხსენება ცხენია, თავის სუფრებთან ცხენია, იქ ცხენია დიდ სუფრებთან ცხენია რომ ახსენოთ სამამულო ომში დააღუპულები სამამულოები თითქოს ეს არ იყო სამამულოები თითქოს აქ არ დაიხოსა ყველაზე მეტი პროცენტულად ქართველი მოსახლეობა. მე ვთვლი რომ სამამულო ომში საქართველოსაც ყველაზე დიდი მონაწილეობა მიღებული თუნდაც პროცენტული რაოდენობით. ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს გაღებული და რა თქმა უნდა მე მინდა მათ ოჯახებს და აღუპულთა ოჯახებს მიულოცო და ეს არის რა თქმა უნდა ქართველთა გამარჯვებაც, ამიტომ მე ქართულ საზოგადოებას ულოცავ აი ამ გამარჯვებას. მე ცოტა პოეზიაც გავურიოთ, მე ლექსიც მაქვს 9 ისე და მე მოგვიანებით თავს აკეთებ და გავაპირებდით რომ დავამთავროთ და ამის გამო რომ დიდი მადლობა. ზაზა ბატონო, მე აბსოლუტურად ვეთანხმები რაც აქ ბატონმა ჯუბამ ძანა, უბრალოდ მინდა ერთი რამ თქვა რომ საქართველოში დღეს მგონია რომ შეცდომაა, როდესაც ჩვენ ევროკავშირის კი არ ვაკრიტიკებთ იმდენად, რამდენადაც ევროპას და ევროპას აძულებენ ხალხს. აგრევანების ბატონო, მე ამიტომ შემოვიტანე ეს ევროპა. სწორად შემოვიტანე. ჩვენთვის არის ევროპა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც ევროპაზე საუბარი ეშინია და ვისაც ამერიკაზე და ევროპაზე ასეთი ლანძღვაგინება, რომელიც ქვეყანაშია მოწონს, ის საქართველოს ებრძვის. მე მესმის ერთი რამ რომ ვთქვათ არ მოგწონდეს ნებისმიერი ვინმე, მაგრამ იმათაც ესე არ უნდა ვლაპარაკობდეთ კონკრეტულ პიროვნებებზე, მაგრამ კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი არის ამ ევროკავშირთან და ევროპასთან დაკავშირებით ის, რომ კი შეიძლება შენ აკრიტიკებდე ევროპაში, ევროკავშირს, შეიძლება აკრიტიკებდე ამერიკას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ან ჩინეთს ან
ვთქვათ, ირანს ან იმას ეგებოდი ფეხქვეშ. ამიტომ ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მიდის დასავლეთის ასეთი კრიტიკა და ასეთი ესე იგი ღია შეფარებით, მაგრამ რეალურად ყველაფერი ჩანს, რომ ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ხსნა არის თურმე ჩინეთში, ხსნა არის რუსეთში, ხსნა არის ირანში, ხსნა არის არაბეთში, ხსნა არის ინდოეთში, ხსნა არის საქართველოში. სწორია? რა თქმა უნდა, ხსნა არის საქართველოში. ქართული მხოლოდ ქართული გზა. ხსნა არის საქართველოში, საქართველო არის ღვთისმშობლის ცილკვედრი ქვეყანა. საქართველოს ხავს ალბათ მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო პატრიარქი, მოწმიდეს და უნეტარესი ილია მეორე, რომელსაც მე რა ვთვლი, რომ ის არის ცოცხალი წმინდანი, ჩემი სუბიექტური აზრია და საქართველოს მიდის ძალიან სწორი, სულიერი განვითარების მიმართულებით. ახლა მე უბრალოდ ახლა ტელეფონში ვათვალიერებდი და სპეციალურად გადავიღებ, მე არ ვიცი ხა გამოჩნდება თუ არა, ეს არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ორშაბათს ვიყავი იქ და წირვაზე ესწრებოდა მინიმუმ 1000 ადამიანი. მინიმუმ 1000. სავსე იყო და მე ჩვეულებრივ წირვაზე. მინიმუმ გეუბნები, აი მინიმუმ 1000 ადამიანი ესწრებოდა. გავოგმდიმე, როდესაც დავინახე დაჩოქილი ფრანგები, აი ისეთ რამებს ამბობდნენ, ახლა ერთი 8 წელი არ ყოფილა, რადგან თითქმის ყოველ წელს დავდიოდი და ეს კოვიდის შემდეგ არ წავსვლა და მაინტერესებდა ძალიან მიყვარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და სპეციალურად შევედი წირვის დროს. გავოგმდი, მიდის წირვა, რა თქმა უნდა ტურისტებს უშვებენ, მაგრამ იქ პოლიციას აქვს გარშემორტყმული, რომ წირვას ხელი არ შეუშალო. აი ეს არის ევროპული ღირებულების. საფრანგეთი არის ყველაზე ლიბერალური სახელმწიფო. მე მინდა გაგახსენოთ, რომ როდესაც საფრანგეთში კანონი მიიღო ხელისუფლებამ, რომ ერთსქესიანთა ოჯახებს ბავშვი აეყვანათ, მოხდა საოცრება საფრანგეთში, პარიზში, ქუჩაში გამოვიდა მილიონი ადამიანი. და მათ შორის იყო ერთ ყველაზე დიდი ლეგენდა კინემატოგრაფიის ისტორიაში ალენ დელონი, რომელიც წინ მიუძღოდა და როდესაც ალენ დელონს აჯილდოებდნენ, ეს ფემინისტები მიუარდნენ ალენ დელონს რატო აჯილდოებთო, იმიტომ რომ ის რა ქვიაო, ეგ აქციაზე იღებდა მონაწილეობას ადამიანს ისულტი დამარცხეს ისეთი რამეები, ალენ დელონს რო ეს გაუკეთეს, ახ სხვას რას გაუკეთებენ. და მსოფლიოში ახლა წავიდა ძალიან სასარგებლო პროცესები. მოვიდა ძალიან კარგი პრეზიდენტი, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, ბატონ ტრამპი, რომელმაც 3 კვირაში ტრანსგენდერები გამოყარა სკოლებიდან. ეს იყო ძალიან მაგარი გადაწყვეტილება, მართალია ახლა ეგვიწვია ყველაფერს უსაჩივრებენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ კონგრესის ხდომა ლოცვით დაიწყო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნები არ ვიცი რა, თქვენ ჩამორჩენილი ქართველები ხართ, იმიტომ რომ ეკლესიაში დადგა. მე მაგალითად ყოველდღე ეკლესიაში დავდივარ, ეხლა ეკლესიაში შევედი და აქ ისე წამოვედი. ეს არის ჩემი სულიერი საზრდო, არავის არ ვაფრთხილ თავს, ყოველ კვირა ვცდილობ რომ ვეზიარო და ყოველ შაბათ საღამოს ლოცვას ვესწრები. გამორიცხული რაღაც ქვეყანა თუ არ დაიქცა, მე რომ საღამოს ლოცვაზე არ წავდი და დილით ზიარებას არ დავესწრო, წირვად. ძალიან მიხარია რომ პატრიციულო თემურ ეკლესიაში ადგილები ფაქტობრივად არ არის. აი 3 ეკლესია, სადაც მე დავდივარ მახათაზე ვესწრები, 9 ყმაკოლაელებში და ვახტანგ გორგალის სახელობის ის ვაჟისუფლის ტერიტორიაზე და ყოველთვის არის 9 საათზე სავსე ეკლესია. ნუ მე რელიგიურ დღესასწაულებზე რომ ეზოში ადგილი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხედავ პატარა ბავშვები როგორ გაყავთ ეკლესიაში. ეს არის ძალიან კარგი. და როდესაც დავინახე მე პარიზში იგივე ძალიან გამიხარდა. აი ეს არის მეგობრებო ევროპული ღირებულება. იქ ოჯახებს ძალიან პატივს ვცემენ. ოჯახური საღამოები იმართება. აი ჩვენთან ეს ტრადიცია არ არის. აი საფრანგეთში მაგალითად ოჯახი პატრიციულო თემურ შაბათობით იმართება ფილმის ჩვენებები. აი ძველ ფილმებს, ჟანგაბენის ფილმებს, ლუი დე ფიუნესის ფილმებს ხედან ოჯახები და უყურებენ და თავის შვილებს ესაუბრებიან აი დიდ ფრანგულ კულტურაზე, ანუ ხა ფრანგული კინო 60-იან წლებში ეს იყო დომინანტი მსოფლიოში, იმიტომ რომ მარტო გაბენი ყავდათ მათ, საოცარი მსახიობი, ნუ ჟან მარე ყავდათ, ჟერალ ფილიპი ყავდათ, ქალებში ანუკემე ყავდათ, ჟანუი ტრენტინიანი ყავდათ. შემოვიდა ახალი ტალღა რეჟისორებს, რომელმაც ფაქტურად ფრანგული კინო გაიტანეს დიდ არენაზე. ნუ ბრიჯიტ ბარდო მართალია ვარსკვლავი იყო, მაგრამ ძალიან ცნობადი სახე იყო და დღეს მაგალითად პარიზში
ელემენტარულად 4-5 მსახიობის სურათები იყიდება. ისიც 60-იანი წლების ვარსკვლავების. ბრიჯის ბარდოს სურათები იყიდება, გამოფენილია ესა მერლინ მონრო და ოდრი ჰეპბერნი ძირითადად. ანუ ეს ჩვენი, რა ქვია, დიდი სიყვარული იყო ფრანგული კულტურის მიმართ, ფრანგი მწერლების მიმართ, გერმანელი მწერლების მიმართ. მე უბრალოდ საფრანგეთში ვიყავით, ეხლა ფრანგულ კულტურაზე ვსაუბრობ. სავსეა მუზეუმები. ანუ აი ყოველ ნაბიჯზე მუზეუმი ფაქტურად ეს ქვეყანა არის მუზეუმი და ამიტომ ძალიან მიყვარს საფრანგეთი. ჩემ ორივე შვილს დავამთავრებინე ფრანგული კერძო სკოლა. ბიჭმა მონპელიეს უნივერსიტეტი დაამთავრა, ეხლა ქალიშვილთან ვიყავი. მაისში ამთავრებს ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც 1540 წლის ისტორიული ძეგლია. და იცით რა არის? ძალიან მიყვარს მე ევროპული ღირებულება. მე რო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი. ყველა ტელევიზია მალავს და ერთ საოცარ რამ ჩავიდინე. ევროკავშირის წევრი რადგან არ ვიყავით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრი არ ვიყავით. და ვინაიდან მე მაშინ წლის ადამიანის უფლებათა ჯილდო გადმომწეს, მილიონ ადვოკატს გადაცემენ ერთ ადამიანს. ბატონო, მე მომწეს 2017 წელს და მე ვთქვი, რომ რადგან მე მაჯილდოვებთ, ხო? არ შეიძლება რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიიღოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის რიგებში და გამონაკლისი დავაშვებინე, მოვაწვევინე და ადვოკატთა ასოციაციას დღეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი არის ქუთაისელი. დავით ასათიანი, აი რომელშიც მე შევიყვანე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. მე აღარ ვფიქრობდი, მე უკვე 6 თვე რჩებოდა. მე ხვდებოდი, რომ იქ მე უკვე ვეღარ ვიქნები, მაგრამ წინასწარ რა გავაკეთე, რომ უკვე ქართველი პრეზიდენტი ხარ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას. ანუ ყველანაირად ჩვენ ვცდილობდით, რომ ევროპასთან ახლო ყოფილიყავით. სამარცხვინოა ხალხო, გამოდიან ამერიკას ლანძღავენ, რომელმაც მე-20 საუკუნის, რა ქვია, ბოლოს, როდესაც ხალხი შიმშილით ყვდებოდა, ხორბალი გვაჩუქა. რუსები რო ბომბავდნენ და შევარდნაძე დადიოდა და რა ქვია, ტყეში რუსული თვითმფრინავი რო ჩამოაღდეს, აი გრაჩოვი რო იწაყიცო, არ მონაწილეობს ომში, აი იმ მომენტში ამერიკა გეტყვერცე. ამუთინო სააკაშვილმა სისულელები რო ჩაიდინა, ჯორჯ ბუში რო არ დამდგომოდა გვერდზე, შეიძლება ვაკესაბურთაო დავჩენილიყავთ, ხო? ესენი გამოდიან და ამერიკას ლანძღავენ. იოსელიანმა წამალზე დასვა მთელი ქვეყანა, ხო, ჯაბა. და ამდენი დაავადებული იყო ის რა, ღვიძლით 100,000 ჯდება. ეს პროგრამა თელ ხალხს უმკურნალეს უფასო და გამოდიან და ლანძღავენ, იმიტომ რომ ივანიშვილს ეუბნებიან, რომ იცი რა, შენ დიქტატურისკენ მიდიხარ და ჩვენ ამაში ხელს ვერ დაგიჭებ. შენ არჩევნებს აყალბებ და ვერ დაგიჭებ ხარ. უცებ ეს ადამიანები გამოდიან და იმიტომ ლანძღავენ, რომ ეუბნებიან, რომ შენ სამართლიანი სასამართლო უნდა გქონდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებმა ჩადო ათეულობით მილიონი თანხა, რომ სასამართლო ქონდა დამოუკიდებელი. სააკაშვილსაც ებრძოდნენ, სასამართლო არ არის დამოუკიდებელიო, ივანიშვილსაც ებრძვიან. ამან რომ დაინახა, რომ მეო ესენიო მიმითითებენო, მე-19 საუკუნის, მე-18 საუკუნის რუსეთისკენ წაიყვან. ეკატერინე მე-2 ხანისკენ მიყავს საქართველოს. ეუბნებიან, რომ ეს არ შეიძლება. ამიტომ ევროპა და ამერიკა რო ეუბნებიან, რომ შენი სასამართლო უნდა იყოს ევროპული ღირებულებებს და არ უნდა ჩაერიო. ეხლა ვიყავი სპეციალურად დამპატიშეს პარიზის ბარში. პარიზის ბარი, რა ქვია, არის სახელმწიფოში, ეს არის ყველა ძლიერი ორგანიზაცია, რომელმაც ეხლა აშენა შენობა 100 მილიონი დაუჭირდა. ეხლა რატონის ის არის ორგანიზაცია და პირდაპირ სასამართლოს წინ არის და რაღაც ჰქონდა შეხვედრები რაღაც ადვოკატის უფლებებთან დაკავშირებით, თხოვეს კონსულტაცია და მე როგორც წლის ადამიანის უფლებათა დამცველი, მიწვეული ვიყავი და რაღაც პასუხობდი, რა ხდებოდა საქართველოში, რა ხდებოდა პოდსაბჭოურ სივრცეში და სხვათა შორის ვკითხე რაღაც, რომ აი მოსამართლე მეთქი და პროკურორი, მოსამართლემ რო პროკურორს უთხრას რაღაც და პროკურორმა შეათვლოს, მოსამართლე დარბაზში დააკავებსო. აქ მოსამართლე როდის პროკურორს უყურებს, რომ მარცხენა წამს აწევს თუ მარჯვენა წამს. რომ ელემენტარულად პროკურორმა რა იგულისხმა, რომ ის მოსამართლემ გაზაფხუტილებაში გამოიტანოს. როდესაც ივანიშვილი იყო, რა ქვია, ოპოზიციაში, ჩემ დროს ესეთ რამები არ მოხდებაო, ვიძახოთა და რაღაც მურუსიძე ჩინჩალაძე ქვეყანას დაასვა თავზე. ფაქტობრივად დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა არის მურუსიძე ჩინჩალაძის სახელობის. მე ბიძინა ივანიშვილზე რომ მეუბნებიან, მე ვთქვა ეგ
ის არ არის მეთქი, ივანიშვილი არ არის მეთქი, ეგ არის ბიძინა, მურუსიდეთი და ჩინჩალაძე მეთქი, იმიტომ რომ ადამიანმა ახალი სიცოცხლე შეძინა იმ ბოროტებას, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დაწესა. მე ბატონო თემურ, მე და თქვენ ერთად ვიდექით, რა ქვია, აქციებს ერთად გვარბევდნენ. ვაზაკაშვილის საქმეზე, როდესაც ადამიანები იმალებოდნენ, თქვენ იყავით ის ადამიანები, რომელიც სულით იყავით და ველოდებოდ ჩვენ დაგვარბევენო. ხალხო, რას ვერჩოდით მაშინ სააკაშვილს? თუ ისევ მურუსიძე ჩინჩალაძე უნდა ყოფილიყო საქართველოში, ხო? ანუ რას ვერჩოდით? ჩვენ ვერჩოდით, იმიტომ რომ სასამართლო არ იყო და სწორად ვერჩოდით. და სწორად ის ადამიანი ციხეში, მაგრამ როდესაც ამ ადამიანმა იმაზე უარესი ქვეყანა მოიყვანა, მე უფლება ბატონ თემურ და მე ერთად ვიდექით და დღეს ისევ ერთადზე ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ძალადობას ვებრძოდით და არა პერსონიფიცირებულ პიროვნებებს, ხო? როცა ივანიშვილმა იგივე დაიწყო, თემურ შაშიაშვილი როგორ გაჩუმდებოდა, მე იცი რა მიყვი, იმ სამარცხვინო ადამიანების, რომლებიც ჩვენ გვერდში იდგნენ, ვითომ ძალადობას ებრძოდნენ, დღეს თანამდებობი დაიკავეს ივანიშვილის რეჟიმის იმაში, რა ქვია, ხელისუფლებაში. ან არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ, რომელსაც ხელისუფლება აფინანსებს. მე რას ვამბობ, იცი, მონებად არიბადებიან ხალხო, მონებად ყალიბდებიან. რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი გცემს თუ ივანიშვილი? რა მნიშვნელობა აქვს 26 მაისს, რა ქვია, სააკაშვილმა რაც გააკეთა, ეხლა იგივე გააკეთა ივანიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს ვი გააკეთებთ? ამ ხალხს თურმე იმაში ქუჩაში დგომა თბილის კამებისთვის ჭირდებოდა და მე და თემური როგორც ვიყავით შაშიაშვილი ისევ ვარ ისევ გვებძვიან მესამე ხელისუფლება მოა ისევ დაგვიწევთ თორას იმიტომ რომ ჩვენ ვიდექთ იმიტომ რომ ჩვენ ღირებულებები გვაერთიანებდა თორე სხვა რა ურთიერთობა გქონდა ჩვენ მე და ბატონ თემურთან საერთოდ აქციაზე ვხდებოდით გამარჯვებად აქციაზე ვემშვიდობებთ ერთმანეთს სხვა ურთიერთობა რა უნდა გქონოდა ღირებულებების გამო ვიდექით იქ ღირებულების გამო მოვდივართ აქ ღირებულებების გამო არის ეს რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია საქართველოში. ამ უთვინო ოპოზიციურ ტელევიზიებს ვერ გაუგიათ, რო იძახიან ოპოზიციურ ტელევიზიებს, რომ ეს არის ლანძღვა. როგორ შეიძლება ტელევიზია იყოს ოპოზიციური ან პოზიციური? ტელევიზია უნდა იყოს დამოუკიდებელი. გამოდიან სამარცხვინო და ოპოზიციური ტელევიზია ვარქო. შესაძლოა ამით შეთავს აყენებ სამარცხვინო მდგომარეობაში ვიხაცის პოლიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს. რა მნიშვნელობა აქვს იმედი და რა მნიშვნელობა აქვს ტევ პირველი ხალხო. ეს ორივე არის უბინძურეს ტელევიზია. ერთი არის ბიძინა ვიზია, მეორე არის ხაზარაძე ვიზია. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ვიზია იქნება შენ? დამოუკიდებელი უნდა იყოს. იმიტომ დამოუკიდებელი ტელევიზია ხან შუქს გამოუთავე. ხან ეუბნებიან ეს უნდა გააკეთო. იმიტომ რომ ღირებულებების გამოა ეს ტელევიზია დამოუკიდებელი. ღირებულებების გამო მოვდივართ აქ ადამიანები. ჩვენი რა გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროპული ღირებულების სამართლიანი ქვეყანა. მორჩა. ერთმა პიროვნებამ შემოუთვალა ხელმძღვანელობას აქ ტელევიზიაში ქალბატონ მანანას, რომ ძალიან მინდა მოგეხმაროთ, მაგრამ ფულის გადარიცხვის მეშინიაო, იმიტომ რომ ხელისუფლება უკვე ყველაფერი დასმულია წერტილი. ჯერ იმ კაცისთვისაა დასმული, ვინც ამას ამბობს. მეორე ქვეყანა ხო არ არის ის ქვეყანა, რომ თქვა ტელევიზია, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა, რეზო ჩხეიძემ შექმნა, არნოლდ გეგეჭკორმა შექმნა, ანზორ ერქომაიშვილმა შექმნა, ტელევიზია, რომლის სათავეებთან აი ეს ცნობილი მოღვაწეები იყვნენ და იქ არ შეგიძლია მეხმარება, ეს გეშინია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეგ ზაზა ხატიაშვილი აქ ეს არის დამოუკიდებელი, აქ იმიტომ ვიღაცა გამოვადა, ვინმეს გააკრიტიკებს, აქ 80% ვინც გამოდის ამ ტელევიზიაში აქებენ ამ ხელისუფლებას. ვინმე უშლის ხელს ეს არის ეს არის სამართლიანი. გამოდიდა კი ბატონო, ილაპარაკე, უნდა ხალხმა მოისმინოს ეს ვინ რას ლაპარაკობს, ვიღაცა აქებს, ვიღაცა აკრიტიკებს, ვიღაცა სხვა პოზიცია უჭირავს. ჩვენი პოზიცია არ არის ვინმეს ვებრძოლოთ, ჩვენი პოზიცია არის ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით საქართველოს, რაც თქვენ ბრძანეთ და რაც ბატონი ჯუბა ახლა თელი ძალით შეერთება, იმაში და მე ორთავეს მინდა მოგილოცოთ თქვენ, რომ ახლა სია რომელსაც დღეს გამოვაქვეყნებ და რაღაც პრეზენტაცია გვექნება, მართალია აქ არის ბატონი ჯუბა, მაგრამ ხალხს არ დავიწყებია და იმ ხალხის სიაშია შეყვანილი, რომელზეც თვლიან, რომ ვთქვათ, აი ასეთი ადამიანებს იჭირდება ქვეყანას და ბატონი ზაზა და თქვენ ორივენი ხართ იქ და აი იმდენად კარგი განვითარება მიეცა აქ ჩვენს დაწყებულ საუბარს. აი ვიღაცას გონია, რომ აი ესე იგი ევროპა პრაქტიკულად არის ვიღაც კონკრეტული პიროვნება. ევროპა არის ისტორია, ევროპა არის მომავალი, ევროპა არის დღევანდელობა, ძალიან საინტერესო ვიზეთ თქვენ ლაპარაკობდით. ჩემთვის არ არის ევროპა არც კონკრეტული რომელიმე ევროპის ხელმძღვანელი და არ კიდევ ვინც პოლიტიკოსი რომელიც გამოდის, მაგრამ მე არც იმათ არ ვებრძვი.
და ვამბობ იმას თავის მოსაზრება, როგორც მე და თქვენ გაქვთ თქვენი მოსაზრება. თქვენ გამოდით აგერ ბრძანეთ რაღაცა, შეიძლება ბევრმა არ გაიზიაროს ეს ან პირიქით ბევრმა გაიზიაროს, მაგრამ ეხლა თქვენ ამის გამო თქვენს მიმართ დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს, თქვენ ლაპარაკობთ გულახდილად, ამბობთ ეს თქვენი პოზიციაა ეს და ეხლა ვინც იზიარებს, ვინც არ იზიარებს, ნუ იზიარებს. იმან თავისი აზრი თქვას, ეგაა დამოუკიდებლობა. მაქვს მიდებული ქნარი, როგორც მინდა, გალაქტიონმა როგორც თქვა. ესაა მაქვს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. აი ეს არის. და რაც შეეხება ამ სიძველეს, როგორ გითხრა ჩვენ მართლაც აი დიდმა პოეტმა, რომ სიძველისადმი გზნობა პატივი თუ ჩემში ოდნავ მაინც ელვარებს მიხვდები, ასე ამ დამატებით რატომ დარაჯობ თბილისის კარებს, ასე ევროპაშიც. ევროპაში იცავენ, ევროპაში მე იმდენად კარგ განწყობას ვხედავ ახალგაზრდობაში და სხვაგან აგრო გამოდიოდა ლანძღავენ ევროპას, რა თქმა უნდა. გულანძღავენ ევროპას, აი თქვენსკენ გადმოდივარ, კაპიტონ ნატალი და ეს მინდა რო თქვა რომ სახელმწიფო პოლიტიკაა და იმიტომ ლანძღავენ. ასაგებია, მაგრამ კაცო ესე იგი ლანძღავ ევროპას და შენიღბულად აგერ მეუბნები რომ ჩინეთთან აწერენ ხელშეკრულებას ხელს და 17 ქვეყანა ისეთთან მოაწერეს ხელი ავღანეთით მოყოლებული და ისინი ეს არის კატასტროფა ხო ამ იმისთვის უკვე ნიშნავს იმას რომ ორიენტაციას იცვლი და საქართველოს ორიენტაციის შეცვლა არ ჭირდება საქართველოს რაც იყო იგივე უნდა იყოს ვერ შეცვლის ამას ვერავინ და სარეცელზე გააკრავენ იმას ვინც ამას შეეცდება რომ ორიენტაცია შეცვალოს ჩვენი ორიენტაცია არის იქ სადაც ვართ ჩვენ ვართ ევროპა ჩვენ ვართ აზია ევროპის გასაყარზე და ჩვენ გვაქვს დიდი სულიერი მისია შესაძლებელი უნდა ვიფიქროთ ამ სულიერი მისიის შესრულებაზე და არა დაპირისპირებაზე ეხლა რამდენიმე ამ დღეებში მითხრა აბა ევროპა გინდა მე რო ვთხარი რომ ასე რუსულია ესე აბა ევროპა გინდა ევროპა მინდა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რუსეთი არ მინდა ეს არ ნიშნავს რომ ამერიკა არ მინდა ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე ქვეყანა არ მინდა ჩვენ აგერ ვიწერია ქართული მხოლოდ ქართული გზაა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ყველა ქვეყანა იბრძვის რომ ამ გლობალიზაციის პერიოდში შეინარჩუნოს თვითყოფადობა საქართველოს უნდა იყოს ამის მაგალითი ჩვენი პოლიტიკა აი ახლა აგერ ამ შვენიერ კაბატონს უგადავცემ სიტყვას კაბატონ ნატალის არის ძალიან მარტივად ჩამოყალიბებული საქართველოს არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი. საქართველოს უნდა იყოს ქართული ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედების ადგილი. ქართული ინტერესი ჩვენ ყველა მერტად ჩამოვაყალიბეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში, რომელიც გელათში მივიღეთ. ეს არის ჩვენ ყველას ვეუბნებით. მოდით ვიმსჯელოთ, იქნებ შესაძლებელია, იქნებ რაღაც არის, მაგრამ ეს არის ქართული ინტერესი უნდა იყოს აღდგენი და ქართული ინტერესი უნდა დაეყნოს ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი და არა ამერიკის ინტერესი, ან რუსეთის ინტერესი, ან ჩინეთის ინტერესი და მე ქართული უპირველეს ყოვლისა. სწორია? რა თქმა უნდა, ბატონო თემო. მესამედი მაყურებელს მე პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ უნდა დავაფიქსიროთ ის, რომ ჩვენ ევროპაში შესვლა, ჩვენ ევროპა ვართ ისედაც, ევროპაში ვიყავით სულ და ჩვენ საერთოდ ევროპას მივეცეთ საზრდო და განვითარება. აი თქვენ დაიწყეთ ევროპა არის სულიერი მდგომარეობა. დიახ, თქვენ დაიწყეთ უძველესი ამბებიდან, მე ვიცი რომ ესე იგი უძველეს ბერძნულ წყაროებში არის ესეთი ინფორმაცია, როდესაც კოლხი დედოფალი აიეტის და პასიფაე მოიყვანა მინოსმა კრეტის მეფემ ცოლად, იმდენად და ესე იგი იმდენად არ ქონდა ისეთი ხარისხის სასახლე, როგორიც ამ დედოფალს და ამ წარმომადგენლობას, რომ რაღაცნაირად უნდა გაილამაზებინა და ქუჩა თურმე გააფართოეს, დიდი სვეტები დადგეს და დღემდე თურმე იმ ქუჩას ქვია პასიფაეს ქუჩა. ესე იგი, ეს ფაქტიც კი რაზე მეტყოლებს, რომ ჩვენ, როდესაც ყველაზე უძველეს ცივილიზაცია, რომელიც კი ევროპას მისცა მართლა საზრდო კრეტულ ცივილიზაციაზე, იქაც კი, თურმე იმათაც კი თავის დროზე ჩვენზე ნაკლები სასახლე და ჩვენზე ნაკლები განვითარება ჰქონდა, აი ეს ფაქტი მეტყოლებს მარტო ამაზე, ხო? ამის შემდეგ ჩვენ არც ერთ ისტორიულ პროცესში არ ყოფილვართ ჩვენთვის, ჩვენ ყველგან ვიყავით ჩართულები, ქართველები და არ შეიძლება ვთქვათ, რომ ესე ძალიან ხელაღებით რაღაცნაირად შევეხვეწოთ ევროპას, მაგრამ ევროპული ღირებულებების ძალიან ბევრი არის მისაღები და გასათვალისწინებელი, მაგრამ პირველ რიგში, როგორც ბატონი თემური ამბობს, ქართული ღირებულებები არაფერი არ გვაქვს ჩვენ რაღაც ნაკლოვანი. ყველა აი ვაჟა-ფშაველა გვყავდა, ილია ჭავჭავაძე გვყავდა, რომლებიც და საერთოდ ძალიან ბევრი ბუმბერაზიშვილი ყავდა ქართულ მიწას, რომლებმაც იქაც შექმნეს მისაბაძი და ასე ვთქვათ გადასაღები პროცესები და როგორ შეიძლება ჩვენ ესე რაღაცნაირად ჩანჩალას რანგში ვიყოთ, არ წარმოუდგენელი. ამიტომ მაქსიმალურად
ავიღოთ, ამოვიღოთ უნდა ხმა და ყველაფერი გავაკეთოთ. იქ მეცნიერების მხრივ, იქ ინსტიტუტების და ანუ ყველაფერი არის დღეს განათლებას. თუ ჩვენ გვექნება კარგი განათლება, აღარ არის ხმის დრო, ხო? არის განათლების დრო. ყველგან ვიტყვით ჩვენ სათქმელს და ჩვენს თავს დავიმკვიდრებთ, არსად არ დავიჩაგრებით მიუხედავად იმისა, რომ მცირე მიწა გვაქვს. ასე რომ, რაც შეეხება 9 მაისს, აქაც იგივე თქმაში, აქაც ასეთი დიდებული თავარსარდალის სამშობლოდან ვართ, ხო? მე რა მოხდა? იქ გასაგებია, რომ ძალიან ბევრი რაღაც არის საკამათო, მაგრამ თვითონ ეს ამხელა ისტორიული პროცესის მონაწილე და შემოგვიყვება. ყველანაირად მაგომს ვერ მოიგებდა. ის საკამათო ის რო არ ყოფილი, ისიც რო ის რო არ ყოფილი, ვერ მოიგებდა. ჩვენ რაღაცა სხვა მიზეზების გამო პუტინს თუ დავემსგავსებით, რომელსაც ეშინია სტალინის სახელის გათქმა. კი ბატონო. ჩვენ ვიყოთ ქართველები. ქართველები. აი აგერ ისეთი მაგალითი რომ თქვა, წეგან კაპიტონ ნატალია ეგ ნაპოლეონთან დაკავშირებით. არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში ამაზე მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ნაპოლეონმა. ომის დროს თქვა დაჭრილი ყველა ფრანგი მოკალეთო და დატოვეს იმ მოკლეს, ანუ სამხედროებს ასრულებად მეორე და იმის თავიანთი თანამებრძოლები რომ მოაკვეთეს. ეს ერთი და ორი კაცი კი არ იყო. უამრავი 100,000-ობით ადამიანზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ნაპოლეონი ხედავთ როგორ არის, მართლაც უჩავედით ჩვენ და ნახეთ იქ ყველაფერი ნაპოლეონი. ინვალიდებში კითხო დასაფლავებულია და რამდენი ხალხი მიდის. და მაგალითად არის ნაპოლეონი რაღაც სხვა ის რო ესე იგი თავს სარდალი ნეირო ჩააკვდა ხელში ჩააკვდა თუ მე ვთქვა რომ აპატიო ანუ ნაპოლეონმა ვთქვა აპატიო და მე კი გაპატიებ მაგრამ საფრანგეთი ვერ გაპატიებს ანუ იმდენი რაღაც ქონდა არასწორი ჩადენილი მაგრამ თავი ისე რომ იბრძოდა საფრანგეთის სახელისთვის და ასე თუ ისე უფასებს ეს ადამიანი სამოქალაქო კოდექსი მიიღო კაპიტონ ნატალია როცა დებოდა ნაპოლეონი მოიცოდეთ ყველაზე მაგარი გააკეთებოდა სამოქალაქო კოდექსი მივიღებოდა იმის შემდეგ რაც მან სამოქალაქო კოდექსი მიიღო სამართლებრივ სახელმწიფო დაიწყო საფრანგეთმა ჩამოყალიბება და დღეს სასამართლო გადაწყვეტილებები რო გამოდის ნაპოლეონის კოდექსის ნორმები არის ძალაში მოიცოდეთ ეს არის უდიდესი რამ და თქვენ ახლა საფრანგეთში იყავით ალბათ ნახეთ რომ საფრანგეთში არის სტალინის ქუჩა სტალინგრადი არსებობს საფრანგეთში მეტრო სტალინგრადი სასტუმრო სტალინგრადი მიკრორაიონი სტალინგრადი საფრანგეთში გერმანიაშიც ასეა ყველგან არის ბელგიაშიც არის სტალინგრადი მეტრო უბრალოდ რატომ მიდის ბრძოლა ჩვენი პრობლემა რა იყო რასაც მეცნიერთა კონგრესი ამბობდა რომ სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა მიდიოდა აბა ვინმე იმდენს არ ებრძვიან გიტლერს და იმდენი არ ყოფილა რუზველტის და ჩერჩილის წინააღმდეგ ბრძოლა როგორიც იყო სტალინის მაგრამ რატო იმიტომ რომ მან ასე იგი აი ეს ულტრალიბერალიზმი შეაჩერა 60-70 წლის წინ მისი განვითარება აი როცა იქ ულტრალიბერალები დაემპატრონენ მსოფლიოს რომისგანაც თავისუფლდება დღეს აი იმის შემდგომ ესე იგი სტალინზე ყველაზე დიდი შეტევა მიდის თორე დააგვირდით თქვენ ახლა ესე იგი ყველაფერს თავი დავანებოთ არა იმისი ნაპოლეონმა რომელზეც თქვენ საუბრობდით ნაპოლეონმა შეძლო ის რომ განევითარებინა დავით აღმაშენებელმა გეოგრაფია აქცია პოლიტიკად რა თქვა ნაპოლეონმა პოლიტიკა ეს არის გეოგრაფიაო აი ის რა ჩვენს მეფეს ჰქონდა აი ის აიღო და თავარი მათ გამოიტანა ნაპოლეონმა ჩვენ დღეს მე ბიძა მყავდა რომელიც ომში ომიდან რო დაბრუნდა და ყველაზე მეტი მამაჩემის უფროსი ძმა კონსტანტინე კარგი რო ახსენებთ ეს ესე იგი ინვალიდი ჩამოვიდა იქიდან და ისეთ რამეებს მიყვებოდა ისეთ რამეებს ამბობდა რომ როგორ შეიძლება ჩვენ ესენი დავივიწყოთ დღეს ამდენი ვიღაცამ გამომიგზავნა ჟურნალი რომ აი ესე იგი სიმღერა აი სასაული ესენი ყველაფერი უბრალოდ ფაშისტებს დაემსგავსენ რომ ებრძვიან სტალინს ის მას ჰქონდა ეს მოსაზრებები მას ჰქონდა თავის შეცდომები შენ როდესაც ვინმეს მიუღებლობა გაქვს უკვე ხარ ფაშისტი შენ უნდა შეგეძლოს მიიღო ყველაფერი ის ადამიანი მიიღე ისე როგორიც არის ესა ნორმალური ადამიანური უფლება და ჩერჩილმა რა თქვა ყველაზე ერთ-ერთი ბრძოლის სიტყვა ესო მეწაღიშვილიო
ყოველ ორ დღეში ერთხელ მემატყუებდაო და ყოველ დღე უძველს ატყუებდა. ეს არის უკვე რომ ის აღიარებდა რომ ის იყო ამაზე დიდი გენია. კი არა, ატყუებდა, უგებდა საუბარს. უფრო მეტი რამე აქვს, უფრო მეტი რამე აქვს, ნათქვამი რომ სოფლიოს რომ პლანეტების წარმომადგენელთა შეხვედრა რომ შედგესო პლანეტების დედამიწიდან სტალინს უნდა მიეცეს ესე რომ დედამიწის სახელით გამოვიდეს სტალინიო. ამას ვინ ამბობს? თქვენ ნახეთ დიდი მწერლები რას ამბობენ? ეს არის ჩვენი შეშინებული მშიშარა და ხანდახან მე იმას ვეუბნები პირდაპირ რიშაუნიანსო. სტალინის უბედურება არის ის რომ ისი დამცველი შენ ხარ. გასაგებია, მაგრამ ის კი არ არის. ეს უბრალოდ ძალიან ბევრს და მე ვეუბნები რომ თქვენ ბაგათ ვინც იცავენ სტალინს ვეუბნებოდი რომ თქვენ იცით ესეთი გამოთქმა ქონდა მეთქი სტალინს რა არის მომავალი საბჭოთა კავშირის მომავალი ნახე როგორი ფორმულა ჩამოაყალიბა რუსულ რევოლუციურ გაქანებას პლუს ამერიკული საქმიანობა აი დღევანდელი დღე თუ გინდა რუსებმა იციან რევოლუციურად კარგის დაწყება მაგრამ ვერ მიყავთ ბოლომდე მაგრამ ამერიკელები რასაც დაიწყებენ მიყავთ ბოლომდე ამ კაცმა ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა აი როგორი უნდა იყოს ნორმალური სახელმწიფო რომ რუსული რევოლუციური გაქანება კარგიაო მაგრამ ამერიკული საქმიანობა თუ არ შეუერთდა არაფერი არ არისო და აი ამის შეცდომა დღეს ხო იცით ვოლგოგრადის აეროპორტს ეწოდა სტალინგრადი და დღეს და რატო შრომ ვინც გადარჩა ომიდან დაწერეს განცხადება ხელი მოაწერეს და შეუტანეს იმას რაფია პუტინს და მიიღო გადაწყვეტილი აი მაგ 95 რომ ვერ დადიან ჩამოატარეს რომ სირცხილეა კარგი როგორ უყარ წარმოგიდგენია იმ ხალხს როგორ ვოლგოგრადისთვის უნდა დაებრუნებიან არა მიდის ლაპარაკი მაგაზე მიდის მაგაზე საუბარი მაგალითად სტალინმა შვილი არ გაცვალა ოფიცერში აქ კარგი მხარე უყურებს ისე რომ ეს იყო ძალიან დიდი ჟესტი და ძალიან დიდი ნაბიჯი და ძალიან განსაკუთრებული მოვლენა ან კარგი მეორე ადამიანი და თუ გინდა ცუდად შეხედო ეს როგორ შეძლო ამას თუ ადამიანი გაკეთებს ეს რა ადამიანია ანუ ნახე ორივე მხარე სასაული რამე უნდა ვთქვა რომელიც ქალბატონი ნატალისთან არის დაკავშირებული მასთან სალონში ვნახე აი ქალბატონი აი რომელიც აი გინდა თქვა რომ აი ქართველი ქალბატონი აი რაღაც არნახული შესახედაობით და მშელდობა ექიმი და რაღაც წარმოუდგენლად ახალგაზრდა ძალიან და ყოლები და ყავს შვილი რომელიც არის 20 თუ 21 წლის და ესე იგი არის გამოკვეთილი სტალინელი აი ეს ქალბატონი არის ევროპული აზროვნების სოსონი რა აი თავისი შესახედაობით ყველაფერი ეს მოდის ეს დრო იმიტომ კი არა რომ რაც უფრო აძულებ აი ხლა ვასერმანი შევიდა იმაში რა ქვია არქივებში სტალინის პირველი მაგნიტიკებელი იყო შევიდა არქივებში გამოვიდა იქიდან და ყოველ დღე ბოდიშს უხდის სტალინს და ამბობს რომ ვიდრე რუსეთი არ გადავადა მსოფლიოს სტალინის პრინციპებზე მსოფლიოში მშვიდობა არ იქნებაო როი მედვედევი გახსოვთ ეს იყო კატასტროფა მე ვთვლიდი რომ ეს იყო მე სტალინი ამათმა კრიტიკამ შემოგვაყარა ესენი ისე აკრიტიკებდნენ ფიქრობდი რომ ამ ქართულ კაცს რას გადაეკიდენ თქო ეს როი მედვედევი რომ ის იყო სავსე იყო იზვესტია და პრავდა დაიწერებოდა და მე ჩვენები ბეჭდავდნენ კიდე აქეთ მოკლედ ანადგურებდა გამოდის ახლა და დაწერა ბოლო დაუწერია ესეთი რომ ბერიას აკებს და სტალინს რაღაც წარმოუდგენლად ის არქივები როცა გაიხსნება ყველაფერი წამოვა სხვანაირად ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად მე ვამბობ ერთ რამეს რომ ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება რაც უფრო ებრძვი რაღაცას ახლა ის რომ გამოდის ვთქვათ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ ბერძენიშვილი რო არის გამოდის და ნუ ესე იგი სიძულვილით ლაპარაკობს სხვაზე სიძულვილის ენა დამთავრებულია ბიბლია გეუბნება არა ესე იგი კაცობრიობის ისტორია გეუბნება არა ყველა ვინც კი იყო დიდი ჰუმანისტი მსოფლიოში გეუბნება არა ესე იგი აღარ მინდა ვილაპარაკო ახლა რომ ყველაზე დიდი კამიუ პიკასო და ესენი დიდი ხელოვნების წარმომადგენლები ვინც იყვნენ სტალინს საოცარი რამეები უძღვნეს რა გამსახურდია როგორი ისა აქვს ნაწარმოებები მიძღვნილი როგორი ლექსი დაწერა ნონიშვილმა ესენი ეთამაშებოდნენ მინავალები და ლექსია ისეთი რომ იმას ვერ დაგავალებენ მამა ასაული ლექსია მაგრამ მე ამით რას ვამბობ რომ ვინმეს კი ამას კი არ ვეუბნები რომ ვიღაცა შეიძულეთ და შეიყვარეთ მე მაგალითად დავწუნდი ერთ რამეში რომ გიტლერის პოზიცია ძალიან ბევრ საკითხში ჩემთვის მისაღებია. კი ბატონო. რა საკითხი აქვს, მაგრამ არა, ნუ არის
თქვათ არ მინდა დღეს გითხრათ, მაგრამ სიონიზმთან დაკავშირებით რა პოზიციაც ჰქონდა გიტლერს, მე ვიზიარებ იმას, რომ სიონიზმი არ შეიძლებოდა ამ დონემდე მოეყვანათ. აი ამიტომ ამბობ, რომ ეხლა თქვათ შეიძლება თქვენ განსხვავებული აზრი აქვს, იმას სხვა განსხვავებული აზრი აქვს. მე ვლაპარაკობ რა შეიძლება კარგი ქონდეს მაგ ჰიტლერი. ყველაზე უბედურება მე ხარ ვითქობს რომ ჰიტლერი მე მომწონს. მე გითხარით თქვენ, წაიკითხეთ მაინკაფი. გეუბნებით რომ მაინკაფს რო წაიკითხავ. ჩემი გზა. ხო, ნუ ესე მაინკაფს რო წაიკითხავ. მაშინ მივხვდები იმას რომ ესენი უბრალო ადამიანები არ იყვნენ. მე ამიტომ გეუბნები რომ აი შეხედეთ როგორი ეპოქა რა ერთდროულად ვიშვა. რუზველტი, ჩერჩილი, დეგოლი, სტალინი, მუსოლინი, ჰიტლერი, სასაულიეს. ჰიტლერი როგორ მოვიდა პოლიტიკაში, როგორი საინტერესო გადაწყვეტილების ისტორია. ხან ლაპარაკობდა ხარავინ ესე იგი მშობლიური სულისვა გერმანელი ხალხის და სხვათა შორის ებრაელი ყავდა დედა თუ ბებია. ნუ ეხლა ამიტომ ამბობ რომ ჩვენი ამოცანა რა არის აი ჰუმანისტური იდეების ისა ჩვენ რო გვაქვს აი აგერ ესე იგი რომ ვამბობთ რომ ძალიან გიტლერის დიდი ფილოსოფოსი ყავდა აგერ გვერდით ხო ძალიან დიდი ერთი და ორი ფილოსოფოსი კომპოზიტორები და სხვები იყვნენ რა მის გვერდით რაღაც ამაზე მაგრამ აი როცა გიტლერი წავიდა და კავს მოეკიდა ის კაცი და ჩავიდა სოფელში ფიქრი ამოძრავებული მომავალია აი ჩვენ გადაცემის სათაური რო არის გიტლერის ფილოსოფოსი მაგრამ რა გინდა დაწერა და წამიერება წაიკითხე ეგერ ანაწარმოებია როგორი რამეები ამიტომ ვამბობ ერთ რამეს რომ ჩვენ ვიღაცის გამო არ უნდა წაიკითხო ვისაც აქვს საკითხული მაინკაფი ის უნდა მეკამათოს ვისაც აქვს საკითხული სტალინი ის უნდა მეკამათოს ვისაც აქვს საკითხული რამე ის უნდა ღმერთმა დაგვიპაროს გიტლერისგან და გვერდმა დაგვიპაროს გიტლერის იდეებისგან ეს იყო უბედურება მაგრამ მე ვლაპარაკობ იმას რომ თეორიულად გააზრება ძალიან ბევრი საინტერესო იყო ეს კაცი იყო იმის წინა ამბობდა რომ თუ სიონისტები თუ ებრაელები სოფლიოში აიღებენ სიმაღლეს სოფლიოს ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებაო იმ წიგში და ყველგან აქვს ჩამოყალიბებული თვითონ ებრაელები ლაპარაკობენ იმას რომ ესე იგი კიდევ კარგიო მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ვინმეს განვითარება არ უნდათ მაგალითად იმას რომ მათ იციან რომ საქართველოს აქვს სულიერი მისია დიდი შესაძლებელია მათ იციან რომ საქართველოს სულიერი მისია უფრო დიდია ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის მაგრამ ვინ ჩვენ გვებძვის ვისაც უნდა რომ ერთი ამოცანაა გადასაწყვეტი საქართველოში თუ ჩვენ ამ ქვეყანაში მოწეულ პროდუქტებს შევჭამთ მიწა წყალი ხაერი სითბო ჩვენი არის ისეთი რომ ჩვენ რეალურად ინტელექტით სოფლიოში ვიქნებით უგამორჩეულესი ვერ დადგება ჩვენთან ვერც რუსეთი ვერც ამერიკა და სოფლიო პროგრესისთვის ეს იქნება ძალიან კარგი რამ ჩვენ ამაზე ვიფიქროთ ევროპის დღეს ხო სწორია ბატონო აი გუშინ ხელბურთელთა ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე როცა ჩვენ ჩემპიონატიც კი არა გვაქვს და ხელბურთელები მეორე სამსახურში მუშაობენ რომ საჭმელი შეჭამონ ან რა ავიღოთ ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე 10 ზედიზეთ 10-ში ქართველი ქალი იყო მსოფლიო ჩემპიონი ავიღოთ რუსთაველის თეატრი რომელიც სასწაულებს ახდენ და 91 წელს დინამო თასი რო აიღო ერთ ეპიზოდს გაგახსენებთ ვესტჰემს მოუგო 4-1 ეს იყო 91 წლის 3-4 აპრილი და ჩარტერულ რეისით ჩავიდა რუსთაველის თეატრი და იქ ნახეს პირველად დრამა ჩიკვაძეს მონაწილეობით რიჩარდ მესავე და იმის შემდეგ წერდა პრესა რომ ჩვენ ნახეთო როგორ გვასწავლეს ქართველებმა როგორ დაუდგათ რიჩარდიო ის შექსპირის სამშობლოშიო და ფეხბურთის სამშობლოს ფეხბურთი როგორ ვიტამაშოთო და როდესაც შექსპირის ის იყო გვალი თარიღი 87 წელს სამეფო საზოგადოება გამოკითხეს ესეთ საზოგადოება არსებობს ლორდთა პალატა და ის რომ ყველაზე კარგად თუ აქო ვის უთამაში არის ისაო რა ქვია შექსპირიო და ალპაჩინო რომელიც 10 მილიონს იღებდა ერთ ფილმში და სხვა ვარსკვლავები რამაც ჩიკვაძე გამოვიდა პირველ ადგილზე და ჩაიყვანეს რამაც ჩიკვაძე და კორდილიას ასწავლეს ქართული რომ მას 5 წუთიანი როლი შეეცვლებინა მეფელირიდან აი ეს არის დღეს ახლა ოლიმპიური ჩემპიონები ზამი საქართველოს ესა ოლიმპიური ჩემპიონები უფრო მეტი ყავს ვიდრე განვითარებულ ევროპის ქვეყნებს ხო ვითომეთ არანაირი ფინანსური ის არ აქვს ჩვენ ლასკალაში სუხიშვილები ლასკალაში ხო სუხიშვილები თუმცა ადმინისტრაციას ეშინოდა დაეთმო თუ არ დაეთმო იმიტომ რომ ეს იყო პრესტიჟის ამბავი თუ არ გამოვიდოდა კარგი კონცერტი პრესტიჟის ამბავი იყო ანუ
საოჯახობდნენ და ნუ რაღაცნაირად გადაწყვეტეს და აი ამდენჯერ ფარდა არ დახურვა და ეს ხო საერთოდ მოვლენაა სუხიშვილების ეს როგორ რეცენზები მიუძღვა ბაგდერ გრიგოლ რობაქიძე მაშინ მსხვერპლში მოღვაწეობდა გადასახლების აუცარი განხელი ორი ქუჩა არის ესპანეთში ქართველის უკვე ახალგაზრდების სპორტსმენების ნენელა იმკვიდრებიან ქართველები ევროპასაც და ამერიკასაც და ყველა პროცესში აბსოლუტურად ყველა პროცესში ყავდა ძალიან დიდი ქართველები ჩართული სოფლიოს ნებისმიერ პროცესში აი რომელ პროცესში ჩემი გოგონა ეხლა მოხდა 10 საუკეთესო სტუდენტ შორის ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერვე ადგილზე გამოვიდა ნიშნებით ხო ხო და რო გაიგეს ქართველში უცხოელმა რო გააკეთეს ახლა ჩემი შვილია იმიტომ კი არ ვამბობ არიან ბავშვები იქ თქვა სხვადასხვა უნივერსიტეტში რომლებიც პირველ ათეულში არიან ანუ ეს ხალხი გადაარჩენს ამ ქვეყანას და ეს ხალხი არც როდის ისე ფაშისტ როგორც სააკაშვილი იყო და ისე ფეოდალ როგორც ივანიშვილი ახმას არასოდეს არ მიწებენ ესე რომ მათ უნდა სამართლიანი ქვეყანა ბატონებო ჩვენ გვაქვს უარყოფითად მნიშვნელოვანი კვლევა 45000 ინტელექტუალს თემ სოფლიოს მასშტაბით კითხეს ვინ არის სოფლიოს ყველა დროის ყველაზე საუკეთესო პოეტი და გამოვიდა ის რომ აღმოჩნდა რომ ასეთი პირველ ადგილზე გავიდა რუსთაველი, მეორე ადგილზე ვაჟა-ფშაველა, მესამეზე არავინ არ არის და მეოთხე არის დოსტოევსკი და სხვები. აი რაც ბრძანა დღეს იმის დადასტურება გააკეთეს. შოთავსტაველი მოვლენა. ბედნიერება, ანუ ეს არის ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ თვითონ უთხილდებით ამას ყველაფერს, აი წერან ვახსენეთ თქვენ რომ იქ ევროპაში მივიჯეთ. ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა იმერეთი. ხო, მაგრამ თავარი აქ კი არ არის. ვინ იყო ერთი თუ იქნებოდა წინააღმდეგი, ერთი. არიღებდნენ. ვინ იყო წინააღმდეგი? აბა აჭარა. ესე აჭარას უნდა მარტო ყოფილიყო და ერთ დღეს არ მიგვიღეს და გამოდის ვარდებრანდი და ამბობსო. ჩვენო გვეგონაო რომ ყველა დაუჭირდა მხარს, მაგრამ ერთმა არ დაუჭირა მხარეო და იძულებული ვართო რომ მიგიღოთო დამკვირვებლადო. ხო და მაშინ ჯანრიკაშია ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე და ესე იგი აბაშიძე ზურაბ აბაშიძე იყვნენ ევროპაში ელჩები. ხო და მე ვთხარი მივდივარ მეთქი ამ ვალდებრანდესთან და თუ არა აზრი არა აქვს როგორ აზრი არა აქვს მეთქი მივედი და დავილაპარაკე და ვთხარი იმას რომ აი ესე როგორ მეთქი ხვალ მე ჩავატარე პრესკონფერენციას აქ და ვიტყვი რომ ჩვენი დასაკვირვებელი რა გჭირთ მეთქი ჩვენ დამკვირვებლად არ მინდა ყოფნა ან წევრად მიგვიღებთ ან მივდივართ უკვე და მეორე სტატუსი აქვს მეორე დღეს მიგვიღეს ეს უნიკალური რამე მოხდა ისტორიაში მაგრამ აქ მე ამ ფაქტს რატო ვამბობ ჩვენ ჭამთ ერთმანეთს აქ აი ხო წარმოვიდგენია რომ ევროპის რეგიონთა ასამბლეაში იღებენ ქუთაისს ეს ყველაფერი ხდება ავსტრიაში და ამ დროს ერთადერთი წინააღმდეგი ვინც არის აჭარა ქართველი. იმას უნდა რომ აჭარის გარდა სხვა არ ყოფილიყო. ნაცვლად იმისა რომ პირიქით გაეკეთებინა ყველა შემსულიყავით, რომ არავინ არ უნდა. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი სიებია უკვე აგერ მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენ და გითხრათ რომ აი აგერ ესე იგი საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ხავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამ ხალხს უნდა მისულდეთ. ეს ქვეყნის ოქროს პუნქტია, ასეთი გაბედული ადამიანები თუნდაც შეიქმნას დიდი ქართული ერთობა. აბაშიძე მედიათი მოყოლებული 100 კაცი უკვე დასახელებული. მომდევნო კვირაში თქვენ გვარეთანაც ვიმივართ ეხლა ესე იგი მომდევნო კვირაში აი ნახეთ აქციას რო გადახედავთ აი რა არის აი რაზეც ჩვენ საუბრობდით წეგან ბატონოზაზე აქ არის თქვათ ულტრამემარჯვენეც აქ არის ულტრამემარცხენეც არის სააკაშვილის მხარდამჭერი არის შევარდნაძის მხარდამჭერი ეს ადამიანი იყოს რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია არის რომ ყველა თაობაში იყვნენ ყველა პარლამენტში იყვნენ საინტერესო ადამიანები ჩვენი ამოცანა არ არის ის რომ გავრიყოთ ის ვიღაც კაცის გამო პოტეკემულარია რასაც სწავლობთ ჩვენი კაცი არის ვიდა ბატონო პატარა კომენტარი გავუწევ მეც იქნებ მოსაზრების ვარ და ძალიან მიყვარს რომ ყველა მთავრობაში საერთოდ კარგი კადრი ისეთი დეფიციტია უბრალოდ საქმეშიც კი ისეთი დეფიციტია მთავრობაში ხო საერთოდ და თუ დავინახოთ რომ ვიღაც გამოდგა და კარგი არის თუნდაც ის ერთად ხო შეიძლება იმის გამო არ გავრიყოთ რომ ან წინა პარტიის სხვა პარტიაში იყო ან წინა მთავრობაში იყო ხო შეიძლება მისი რესურსი ამ მთავრობაშიც ამ პარლამენტშიც გამოვიყენოთ ხო შეიძლება ესე რადგან იქ წინა აი პოტეკემულარია იყო მინისტრი დიდი პატივცემა ბარათაშვილი რომელიც იყო გამსახურდიას პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე იყო ძალიან მაგარი და ძლიერი პიროვნება და აქვე არის პიროვნება მეორე ვთქვათ ხელმძღვანელობაში მაქვს ამავე დროს ის იყო ბიზინე ავანიშვილთან იქაც კომიტეტის თავმჯდომარე იყო მაგრამ აქ არის პიროვნება რომელიც ვთქვათ იყო
არა ორივესთან რანაირად იყო გამიკვირდა ეს ეგ ეხლა დასახელებულია მიმაჩნია ესე არაფერი ის არ არის არა კარგი არა მოდიან ხო მართალია წამოვიდნენ ეს ადამიანები ხო მართალია რომ დაინახეს რა იყო მოდიან და ძალიან სწორია ხო ერთ აზრზე ხო არა ხარ იცვლება ადამიანს რა თქმა უნდა სხვადასხვა ინფორმაცია ძალიან რაღაც ის ღალატობს აგერ ადვილად არ გადადის უნდა რომ ადამიანს ამათ კაცო ქეთი დოლიძე როგორ უჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილის რა ქვია ირმა სოფაძე და დადიოდნენ კიდე ის რა ქვია მზიური სოლისტები ირმა სოფაძე დადიოდნენ და რეგულაციაც აი გუბას ანიკიძე ნუ ისტორიული პიროვნება იმ კუთხით რომ იმაზე თქვა რა ქვია იმაზე სააკაშვილზე თქვა რომ ეს არისო ჯალალედინიო მე სააკაშვილთან წავიდა და ბიზინაჟე თქვა მურმაყრულ და თვითონ ამბობს კაცი რომ ჯერ მურმაყრულთან ვიყავიო და მე ჯალალედინთან ეს არის სასწაული აი მე მეცინება აი სხვანაირად არ გამიგონია მეორე ათეული ჩვენ ბევრი გავს აი ეგრე თქვა გადაკაშვილი დავითი რომელიც სხვადასხვა იმაში იყო გასმასთანაც იყო სააკაშვილის პარლამენტ იმაშიც იყო ხელშევარდნაძესთანაც იყო ძალიან დიდი სპეციალისტია იყო მე თქვა სააკაშვილთან ბატონო თქვენ შევარდნაძესთან იყავით მაგრამ შევარდნაძეს შემდეგ მეტი ოპოზიცია არ ყავდა ანუ ვიცი რა არის ეპტოლი ყველა კონსტანტინია დასახელებული მე გისმენთ ვიფიქრე ხა შაშიაშვილი დაიჭერენ მეთქი პარლამენტში ჩვენ ესე მახსოვს ჩემი შუბლებთან ახლა დაიჭერენ ახლა დაიჭერენ აი აგერ ნახეთ როგორიც ამ ციაში ვასაძე ლევანიც არის და ვებხვაძეიზაც რომელიც დღეს ეს არის ხალხის გადასახადი აი ეგ არის ანუ საზოგადოების ყველა ფენას ეყოლება წარმოადგენელი ეხლა იზა ვებხვაძე თქვენ წარმოვიდგენიათ ეხლა კითხულობ აი აგერ თქვენ ხო ყველანი ვიცნობთ აქ ძირითადში ხო არაჩვეულებრივი ადამიანი პოლიტიკური იმით შეგიძლიათ კი ქართული ოცნებით არის ამის იმაში შეიძლება შესული საგრებულოში ადგილზეული ეს არის პლანეტარული ზოგად ქართული ხომ არა ეხლა ხო ძალადობას ემიჯნება ყველა ეს მართლა მურმანყრობა გამოვიდა ეხურო არაფერი ამდენი ბავშვი დგას ამდენი ხანი არა პატარა ბავშვები ცემეს კაცო ემით რა ქვია და წაქცეული ბავშვები საშინელება არის ხო და ამას ვინც არ გაემიჯნება ხო ის არ ჰიტლერის მომხრე ეს სასოწარკვეთილება არის ადამიანი საერთოდ უპატივცემულოდ გზნობს ეს თაობა თაზანო ერთი წამით არავინ არ მოусმიდა ამდენი ხანი ღამე ხარ ქუჩაში ყინვაში ხარ უბრალოდ შეიძლება არ დაიზიარო ეს მოსასწრაფო გამოდი და ელაპარაკე შენ შვილებს ეს როგორ შეიძლება ხალბატონ ნატალია აი გრამე უნდა გიგე 1,100,000 ხმა შეიძლება რომ რომელიმე პარტიამ საქართველოში მიიღოს რო იძახიან ეს ხო გამორიცხულია აი დღევანდელი მინისტრიც აგერ სონღულაშვილი სიაში დაასახელეს ხო სონღულაშვილი დღევანდელი მინისტრი დღევანდელი გამგებელია სამეგრელოსის ზუგდიდის შეყვანილში ეხლა ეს სია რომ უბრდება საერთო იმის განხილვისათვის ვიღაცამ შეიძლება თქვა რადგან აგერ ბატონო ჯუბა იმას ვეძებდი ღებელი ჯუბა აი ეგერ ამ ხომ არა რაც ძალადობა მოხდა ეხლა რაც ამ რეჟიმმა ჩაიდინა ხო და იმას არ ემიჯნება ადამიანი როგორ შეიძლება ამ სიაში მოხდეს მაგით ჩვენ როდესაც ვიქნებით მე ვარ ორი თინეიჯერი ქალიშვილის დედა და მინდა გითხრათ რომ ეს სრული სასოწარკვეთილება არის ბავშვებში ანუ აღარ უნდათ აღარანაირად აღარ არის შემართება უნდა წავიდნენ საქართველოსთან და სხვაგან მადლობა ხატიაშვილი ზაზა ხატამოძებნო ასპარეზი ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია რომ ბავშვებს მასიურად უკვე თვალი უჭიროთ წასვლისკენ იმიტომ რომ აქ ერაფერს ჩვენ ძალიან თავისუფალი საუბარი ქონდა ძალიან კარგი თითო წუთი თუ რამე გვაქვს სათქმელი დავიწყოთ ბატონო ჯუბა თქვენით ლექსი აპროზორად ბატონო ჯუბას ლექსით დავამთავროთ ასე იგი თქვენ თუ რამე გაქვთ სათქმელი მე უბრალოდ 9 მაისს მინდა მიულოცო ყველა ომის ვეტერანს ყველა იმ ადამიანს ვინც თავზე გადაიტანა ყველა იმ ოჯახს არ არსებობს აქ ჩემი ორი პაპა დაიღუპა მაგალითად როდესაც ფაშიზმის წინააღმდეგ ხო და არ არის ოჯახი რომ არ ყოფილიყოს განადგურებული და ყველა ამ ადამიანს ულოცავდა ღმერთმა დაიფაროს ან ჰიტლერიზმისაგან მსოფლიო და მე მინდა უთხრა იმ ადამიანს ვინც სოსო სტალინს ლანძღავს რომ დღეს გერმანულად რო არ ლაპარაკობს მთელი ევროპა ეს არის ამ კაცის დამსახურება და ელემენტარულად რა ქვია რაღაც მოწიწება და კულტურა უნდა გქონდეს რაღაც ისურვებს რო იძახიან თქვენ რო ბძანეთ რომ გაიხსნა არქივებიო ერთი არქივი გაიხსნა და ეხლა ამ კაცს რა გაუკეთებია როდესაც ჰიტლერი იდგა 40 კილომეტრზე მოსკოვთან
ესტონეთთან გაუკეთებია აეროპორტი და უთქვამს, რომ რამდენ მეტრზეო შეუძლიათ ამათ თვითმფრინავი ჩამოგდებაო და 7500-ო და 8000-ზე ვავიდნენ თვითმფრინავები ყვაო, ხო რომ მოგდებიანო ისენიო ჩააცვით 40 გრადუს ყინვას რო გაძლონო და უნდა დაბომბოთ ბერლინიო და ნო მართალია სკოლების დაბომბის და ბაღების ის გაუწია ძალება რომ გაიგონ გერმანელებმა ჩვენ ბავშვებს როგორ ხოცავენო იწვნიონო რა არის უბედურებაო და ოღონდ რაცი არ გექნებათო და თქვენ რო დაждდებითო მხოლოდ მაშინ მომახსენებთო თურმე ის და სტალინი ელოდებოდა აფრინდა თვითმფრინავით დაიბომბა ყველა საბავშვო ბაღი და ყველა სკოლა და დაბრუნდნენ ესენი და უთხრეს რომ წარმატებით ჩავატარეთ ოპერაციაო და გერმანელები იყვნენ შოკში პირველად რომ გერმანელებმაც ნახონ რა არის ომიო და მაშინ მიხვდა ჰიტლერიო რომ სტალინთან ომს ვერ მოიგებდაო ანუ მართალია მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ შემოდიოდნენ და საბჭოთა ბავშვებს წვავდნენ ხო და ამან ადგა და იგივე გაუკეთა და აჩვენა რა უნდა ნახონო რა ძიმეა რა მძიმეა მაგრამ ზარადობა მაინც დავგუმოთ ქარბატონ ნადალი აუცილებლად არ შეიძლება ეს ყველა დღის გარეშე ჩაითვალოს 900 იმიტომ რომ როგორც ვიცი პროცენტულად რაოდენობით საქართველოსთან ყველაზე მეტი იყო გარდაცვლილიც და მეომარიც და ამიტომ პირველ რიგში მათი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ ჩვენ და სხვა საბჭოთა კავშირის პროცესებზე სხვა მიმჯეროს ჩვენი უნდა დავაფასოთ ყოველთვის და საერთოდ კი უნდა ვთქვათ რომ ჩვენი იყო ეს ადამიანი ვინც ომმა მოიგო ქართველი იყო და ამის არ უნდა გწვენოდეს გამოდიან ეხლა აი მწვენია რომ სტალინი ქართველი იყო ისი მწვენია სოფლიო გადაარჩინა სხვათა შორის ომზე ვსაუბრობთ და იქ ნაპოლეონი შევეხეთ ჰიტლერს და არ შეიძლება რომ აი რამაც გადაწყვეტა ფაქტიურად ნაპოლეონის ბედი, იქაც ქართველი ფიგურირებს და ეს იყო მთავარი ბოროდინოს ომში, ბაგრატიონი და თქვენ იცით როგორი დიდი ხვეწამუდარის შემდეგ ჩართეს ნაპოლეონი ამ ომში, იმიტომ რომ ბაგრატიონი განრდებული იყო და უნდა გადაერჩინა რუსეთიდან ჩაერთო ისე და ანუ საქართველოს მალე რაღაც დიდი მისია გვაქვს ქართველებს ეთყობა ხალხი მარჩათვალოს და რაღაცა მე მგონია დღესაც დიდი მისია აკისრია და სხვათა შორის როცა წერ მსგავს რაღაცას ლექს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო რაღაც არ გადაგივიდეს ის და რაღაც ისინი არ გამოდის მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ლექსი უბრალოდ ლირიული ლექსი არის არც მაინც და მაინც ძალიან ისეთი საბრძოლო განწყობისა 9 მაისი ბოდიში მაყურებელთა არ უნდა წავიკითხო 9 მაისია გამარჯვების დღესასწაული ამ დღეს ზეიმობს ყველა ქუჩა ყველა აული ომი დამთავრდა აცხადებენ ომი დამთავრდა გადაუარა სიყვარულის ეკომ თასდაბარს ჯერ კიდევ ასდის დენთისუნი ველებს მოედნებს რამდენის მკერდზე ჩინ მედლები გაიორდენებს რამდენის მკერდი ამოავსებს მიწას სამარეს მიდის ცხოვრება სავსე არის კაფეც კაბარეც ომი დამთავრდა მეგობრებო ომი დამთავრდა გადაუარა სიყვარულის ეკომ თასდაბარს მაშ გაუმარჯოს ვინც დაბრუნდა ვისან ჩინ დახვდნენ ვინც ვერ დაბრუნდა და მიწაშიც ვერ დაიმარხნენ ქერჩ შეეწირა ბებიიზმა ბევრი მრავალი ბევრ შვილი დარჩა ბევრს დედა და ბევრს კი არავინ თოვლი ადნება წვიმა აწვიმს იმათ საფლავებს სამშობლოსათვის შეწირულებს ღმერთი ფარავდეთ ომი დამთავრდა მეგობრებო ომი დამთავრდა რატომ მგონია სულ ომში ვარ ქვეყანა და რაცა ვარ რა შუაშია გერმანელი რუსი ქართველი ომი ომია სიკვდილია ომის სახელი ხოლო ფაშიზმია ყველა ერისთვის გერმანელისთვის ქართველისთვის ებრაელისთვის ჩვენ შევეწირეთ ამ ომს როგორც შამქორს ბასიანს ალბათ ამლექსაც ზოგზოგები ლაფში გასვრიან ამ ომის შემდეგ 3 ომი გამოვიარეთ დგას საქართველო დაიშუშებს მარტო იარებს ომი დამთავრდა მეგობრებო ომი დამთავრდა გადაუარა სიყვარულის ეკომ თასდაბარს ახალაც ომია ერთურს ვებძვით ძველი მხედრები სულ ერთი წუთით თუფლის გულში ვერ ვიხედებით 21 საუკუნის განთიადია დღეს ასეენოთ მთვარეზე და მარსზე დადიან უფლის შვილია არაბის და თურქი ჩერქეზიც ომი შეწყვეტეთ მეგობრებო დროზე შეჩერდით ყველამ გახსენით საზღვრები რომ ერთად ვიაროთ და ერთმანეთის ჭირვარამი გავიზიაროთ ომი დამთავრდეს მეგობრებო ომი დამთავრდეს
გადაუაროს სიყვარულის ეკომ თასდავერს და მალე დამთავრებული იყო ომი, რომელიც დღეს ძვინარებს ერთმორწმუნე და ძმულ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები აქვს. ამინ. ძალიან დიდი გამონათქვამია. მომეცა საშუალება რომ იუნესკოს ტრიბუნიდან მეთქვა ეს ტრიკონები რომ მშვიდობა არის ცივილიზაციის სიკეთე, ომი კი მისი დანაშაული. ომი არის დანაშაული. მოგლეთ ჩვენ 5 წუთი გჭირდება შესვენება, მერე კიდე შემოგვენტემატებიან და ამდენ ბავშვი დაიბადა, როგორ შეიძლება? სიკეთით ვიყოთ. მადლობა.